გამარჯობათ, ბლოგერ პრესის ეთერში გადაცემა ბლოგ ექსპონტი. მე მიხეილ ციხალაშვილი ვარ. და დღეს გესაუბრებით დანიელ მულტიმედია არტისტზე, ლასე ჰოილზე. ლასე ჰოილის ნამუშევარი პირველ რიგში მოიცავს ფოტოებს, არის ასევე რამდენიმე ფილმის, ვიდეოკლიპის ავტორი და რაც თავარია აქვს მრავალი სასცენო გაფორმება ამა თუ იმ კონცერტებში. ლასე ჰოილი დაიბადა 1973 წელს დანიის საპორტო ქალაქ ორჰუსში. აღსანიშნავია ბავშვობიდანვე იზიდავდა მას კინემატოგრაფია და ვიდეოზე მუშაობა. იყო ევროპული კინოს დიდი თაყვანისმცემელი, ნათქვამიც კი აქვს, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი ანდრეი ტარკოვსკისა და დევიდ ლინჩს. ლასე ჰოილი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იღებდა ვიდეოებს და 20 წლის ასაკში უკვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი იყო. 25 წლის ასაკში კი როგორც თვითონ აღნიშნა, ნანატრი ჰობისთვის მოიცალა და ფოტოაპარატი აიღო ხელში. ის ინტენსიურად იღებდა ფოტოებს და უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფოტოები არასდროს არ გავდა რაღაც ჩვეულ კანონიკურ ნამუშევრებს. ამას თავადად ამჩნევდა და ხვდებოდა, რომ მისი ფოტოგრაფიის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას უნდა დაეფიქსირებინა თუნდაც ერთი უბრალო კადრი, რომელიც შემდეგ უნდა ქცეულიყო ემოციად და როგორც თავად განაცხადა, მოგვიანებში ჰობი ვნებად გადაექცა და გადაწყვიტა სერიოზულად დაეწყო ფიქრი ფოტოგრაფიაზე. პირველი სერიოზული ნაშრომები 21 საუკუნის დამდეგ შექმნა, რითაც რამდენიმე ცნობილი მუსიკოსა თუ დიზაინერის ყურადღება მიიქცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავისი ნამუშევრებით მან მიიქცია მუსიკოს სტივენ უილსონის ყურადღება, მოგვიანებით მან თანამშრომლობა შესთავაზა სტივენ უილსონს, რაზეც უილსონი დათანხმდა, ამას დაემთხვა ისიც, რომ მათ ძალიან ბევრ საკითხში ჰქონდათ საერთო გემოვნება და გავადიდათ ერთად თანამშრომლობა. პირველი სერიოზული შედეგი კი მათმა თანამშრომლობამ გამოიყო 2002 წელს, როდესაც სტივენ უილსონმა თავის ბენდ Porcupine Tree-ისთვის შესთავაზა მას ემუშავა დიზაინზე. და სწორედ მან დაუმზადა ის ცნობილი გარეკანი, რომელიც დღეს ალბათ სავიზიტო ბარათი არის Porcupine Tree-სა. გარდა Porcupine Tree-ი მას ნამუშევარი აქვს ცნობილ ბენდებში, ისეთ ბენდებში, როგორიც არის Opeth, Dream Theater, Blackfield-ი. ნამუშევარი აქვს ასევე სტივენ უილსონის სოლო კარიერის კონცერტებზე, ალბომებზე და სხვა. და მიუხედავად მაინც ამ მრავალხრივი ნიჭისა, რაც ლასე ჰოილს ახასიათებს, ის პირველ რიგში ჩემთვის მაინც ალბათ უფრო ფოტოხელოვანი არის. მის სურათებში იგრძნობა ყველაფერი ის, რაზეც შეიძლება ზოგადად მოგვითხროს ხელოვნებამ. მისი ნამუშევრები არიან ოდნავ მელანქოლიური, მარტოსულნი, არიან აგრესიულნიც. და რაც თავარია, მაინც ყველა მათგანს ახასიათებს სიმშვიდე. ახასიათებს ის თითქოს და იმპრესიონისტული შტრიხი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ლასე ჰოილს შეუძლია კადრი გააჩეროს. ლასე ჰოილის ნამუშევრებში ერთმანეთის გვერდ-გვერდ გადავაწყდებით უდიდესი შრომით და დაძაბულობით შექმნილ შიშს, რომელსაც საერთოდ არ ეტყობა ხელოვნურობა. ლასე ჰოილის ფოტოების მიზანი არ არის, რომ იყვნენ ან ძალიან ზეციურნი, ან ძალიან მიწიერნი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზეციურნიც არიან და მიწიერნიც. უბრალოდ მიზანი არის, რომ ისინი პირველ რიგში უნდა იყვნენ ორგანული, რადგან თავად ფოტოგრაფმა ინება ასე. ამიტომაცაა, რომ ჰოილი ფოტოსთვის ეფექტების გარდა ხელოვნურ და ყალბს არაფერს არ იყენებს. ის ფოტოებში ჩვენ წავაწყდებით თუნდაც ადამიანის პირში ჩაგუბებულ მატლებს, ეს სავსებით რეალური არის, ასევე ყველა სისხლძარღვი, რაც მის გადაღებულ თვალებში გვევლინება, არანაირი დამანამატით არ არის შესრულება, ეს ყველაფერი არის რეალური და არანაირი ხელოვნურობა აქ არ არის. ხშირად ხდება, რომ ავტორი თავად გვევლინება თავისი ნაშრომების პერსონაჟად. სრულიად შესაძლებელია, რომ ის სავსებით მოულოდნელად მოგვევლინოს თავის ნამუშევარში. აი ხშირად არის მაგალითად, როდესაც საერთოდ ვერ იქნებ თუ კი ნამუშევარზე ადამიანი არის გამოსახული, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, თავად ლასე არის გამოსახული ამ ნაშრომში. ესეც ერთგვარი ემოცია, ერთგვარი რეაქცია, რასაც ლასე აქსოვს თავის ნაშრომებში. ჰოილის ფოტოები დიდი სიყვარულით სარგებლობს მათში, ვისაც უყვარს ზოგადად ამ სტილის შემოქმედება. შეუძლებელი არის, რომ ერთხელ გადააწყდე ამ ხელოვანს და შემდეგ რაც მარტივად უაგდო მისი ნაწარმოებები. ის თითქოს მაყურებელში უფრო და უფრო აღვივებს იმ გრძნობებს, რაზე საუბარიც ყველაზე უფრო რთული არის და ზოგჯერ იმაზე, რაზე საუბარიც კი შეუძლებელია, ლასე ჰოილი
თითქოს მაყურებლის მაგივრად საუბრობს მასზე. ჰოილის ცნობილ ფოტონამუშევრებიდან ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ აი მაგალითად გოგონა ყუთში, პოსტით შეკვეთილი ბავშვები, დამთმენი, in absentia. არის ასევე ძალიან ცნობილი ნამუშევარი ბოროტება და ლასე ჰოილის სრულად მოულოდნელად ბავშვის სახით წარმოგვისახავს ბოროტებას. არის 2007 წლის გარეკანი Porcupine-Tree ალბომის Fear of the Blank Planet ცარიელ პლანეტის შიში. საკანონმდებლო თქვათ ასევე მის ვიდეო შემოქმედებასა და საკონცერტო ვიზუალურ ეფექტებზე, როგორც ვთქვით 2002 წლიდან ლასე ჰოილი სტივენ უილსონთან თანამშრომლობს და სტივენ უილსონის ნებისმიერ ყოველ პროექტს ისაფორმებს ვიზუალურად, ის აყენებს კონცერტებზე შესაბამის განათებას, ქმნის უკანა ფონებს, ეფექტებს, ვიდეოებს. ლასევე ადგენს საკონცერტო გარეკანებს, თავად დარბაზშიც კი ძალზედ ხშირად ხდება, რომ თავად ლასე არის ხოლმე ფოტოგრაფი. რაც შეეხება ლასეს მიერ გადაღებულ კლიპებს, ისინი აღიაროთ, რომ ვიზუალური ეფექტები თითქოს გვანან ერთმანეთს, ყოველ მათგანში იგრძნობა ის ფერები, რაც ლასე ჰოილის ავიზიტო ბარათიან, მაგრამ სწორედ ამ ფერებზე არის აქცენტი გაკეთებული, რომ ვერსად სხვაგან ვერ ნახავთ ასეთ ფერთა გამას, ფერთა კოლორიტს, როგორიც ლასე ჰოილს აქვს თავის ფოტოებში თუ ვიდეოებში. გარდა ვიზუალური მხარისა, ძალზედ მიმზიდველი არის მათი შინაარსი, რომელიც უკვე რეჟისორისა და მუსიკოსის ერთობლივი ნამუშევარის შედეგია ხოლმე თითქოს და ძალიან საინტერესო გამოდის. იმედია დაინტერესდით ლასეს შემოქმედებით, მისი ფოტოებისა თუ ვიდეოების სანახავად და მასზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქართულ გვერდებში ალბათ დაგვეხმარება ანესთეზირებული ბლოგი, ხოლო მისი ფოტოების სანახავად შეგვიძლია ვეჭოთ მისავე საიტს lasehoil.com, ასევე მას აქვს ფოტონეტზე თავისი გვერდი და შეგვიძლია დავათვალიეროთ მისი ნამუშევრები. მანამდე კი ერთ-ერთ ვიდეო კლიპს შემოგთავაზებთ, რომელიც ჯგუფ კატატონიას სიმღერაზე არის გადაღებული და მისი ავტორი რა თქმა უნდა ლასე ჰოილი არის.
was nothing ever. Red like the sun, dying down over the freeway. It's the brand new sky over the mountain bridge. All my fears coming to you. There must be an end soon. Every waking hour is part of the lie. All my fears coming to you. There must be an end soon. Every waking hour is part of the lie. Make a brand new vow in the heat of the evening. Darkness swarms. I was nothing ever. Red like the sun, dying down over the freeway. It's a brand new sky.